როცა თხილის პლანტაციის გაშენება გვინდა, აუცილებელი არის ნაკვეთის შერჩევა და თხილის ბიოლოგიური თავისებურებები და დამოკიდებულება გარემო კლიმატურ პირობებთან. ასევე აუცილებელი არის ნიადაგის ტიპის მექანიკური შემადგენლობა, მისი ფიზიკური და ქიმიური თვისებების გათვალისწინება, რასაც ვაკეთებთ ნიადაგის ანალიზის საფუძველზე. თხილისთვის აუცილებელი pH-ის დონე არის 5.5-დან 7-მდე. საუკეთესო არის 6-დან 7-მდე. ეს ჯამლება თხილის პლანტაცია ორი კომპონენტით, ერთი არის ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი და მეორე არის გასაგოვანი დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატი. თხილის ბაღის მოვლა ითვალისწინებს ყველა აგროტექნიკურ ღონისძიებას, რომელიც აუცილებელია თხილის კულტურისთვის. მცენარების გამოკვებას, სარეველებისა და ამონაყრების კონტროლს, ირიგაციას, მავნებელ დაავადებების წინააღმდეგ ინტეგრირებულ მართვას და რა თქმა უნდა, მოსავლის აღებას. თხილის გულის ფორმირების დროს აუცილებელია წყალი, ამიტომ საჭირო გახდა წვეთოვანი სარწყავის სისტემის დამონტაჟება, გაყვანა. ყველა წვეთოვანი წყლის უპირატესობა ის არის, რომ შეიძლება ფერტიგაცია წყალში, გავხსნათ მინერალური სასუქები და წყალთან ერთად მივაწოდოთ კვება მცენარეს. დღეს გვაქვს თხილის კრეფის პროცესი, რაც მოიაზრებს თავდაპირველად მომზადებას, თხილის ბუჩქების დაბერტყვას. სასურველია თხილის შეგროვების დღესვე მოხდეს თხილის გადარჩევა სპეციალური მისაბმელით, გადაირჩევა თხილი, ჩაიყრება საშრობ ბუნკერში. ჩვენი სამსახური მზად არის, რომ ნებისმიერი ფერმერის დარეკვაზე მივიდეთ მათთან ბაღში, დავათვალიეროთ ბაღი, ბაღის დათვალიერების შემდეგ შეურჩიოთ სამოქმედო გეგმა.